ლიზი, ამას აქ ჩავდებ. მომე, მე ჩავდებ. წადი შენ ნახე, ქათამი ხო არ გაცივდა. მე ცოტა ადრე მაინც შემეწვა, ხა ცხელს ხო არ ჩაუდებ ბავს. მე დაჩერცვალს. ცხოვრება რომ აღწევოდა. დღეს შვილიც მეყოლებოდა და შვილიც. მოდამიშველო. ხო. ოზორიორო, რა ხდება? ჩემო უფროსმა დამაბარა რაღაც კლიპის გადაღება, და უნდა დამეხმარო. რა კლიპია? გამოგივიდა. ლევანიშვილმა გადამასხა წვენი შემთხვევით. უი. არ ვიცოდი ცოლ-შვილი თუ ყავდა. შვილი კი, მაგრამ ცოლი არ ყავს. გარდაეცვალა. რას ამბობთ? კარჩი, რა თქვენ არ გესმით ხა მე რასაც ვაზრობ რა. ანუ რამაზასთან ერთად საქმის კეთება არ მინდა ძმაო რა. ჩეპე. ცოლად გამომყვები? რა? ჩეპე! რაკენი ვერ დარეკე? რეკავ. როგორ არიან ეს არაშება? აი გავიდა, მოდი. ეკა როგორ ხართ? კარგად, მაკა, თქვენ? ლეილა დეიდა როგორ ხართ? არა მიშავს ეკაშვილო, როგორ ვიქნები, მოუკვდი ნერვიულობით. ბავშვები როგორ არიან? კარგად არიან, ეხა ძინავ. როგორ იმგზავრეთ? ლიზიკოს ხო არ შეეშინდა? არა, რისი უნდა შეშინებოდა, მოეწონა ძალიან. გზავრობითაც კარგად ვიმგზავრეთ. დამალაპარაკე რა ერთი. დედა, როგორ დაგალაპარაკებს ძინავთ? სასტუმრო მოგწონთ? კარგია, კომფორტული. ბავშვები გაგიჟდნენ აუზირო დაინა. აუ რა მაგარია. დღეს ქალაქში მივდივართ ექსკურსიაზე. თუ ონლაინ იქნებით, დაგათვალიერებინებთ ქალაქს. კი, აუცილებლად. აუ, ეხა ერთი წამი გავალ, ყავას დავისხავ. კაი, მიდი. ბავშვებმა საჭმელი თუ ჭამეს, ქათამი რო გაგატანეთ. აკა ქათამი ჩადე? რაიმე. მე აქ არის ჯანდაბარა რა გამომაშტერა რა. კაი, არა უ. რა ქათამი? დათო ჩაიცვი რა, ეკას ვალაპარაკებს. ბუდიში ეგა. მაკა? ხო. სანამ ძინავს, მინდა გადავივლო და წავედი. კაი, მიდი აღარ მოგაცდეთ. ერთად რო იქნებით დარეკეთ რა. აბა რას ვიზა? ლიზიკომ თუ ჭამა საჭმელი? აი, დედა რა. კი, ლეილა დეიდა, გუშინაც ჭამა თვითმფრინავში და დღესაც. ხო არ ცივა, როგორი ამინდებია? კარგი. არცივად, ცხელა აქ. კაი, მიდი ეკა, კაი, კოცნით აბა და გოგოები მომიკითხე. კონცერტები როდის იწყება? ხვალ ვიწყებთ. ფაიმე ეკა დედიკო შეგჭამე, მაგრამ გეხვეწები რა, ლიზიკო კაბას ვერ იცმევს და იქნებ შეუკრა რა. აბა რას ვიზამ, ლეილა დეიდა, ნუ ნერვიულო. გინაცვალე, კარგი. კაი, კოცნით ეკუშ, კარგად. კარგად. რაო, აბა როგორ ავართო? რავი, კარგად მოვეწყვეთო და ჭკუაზე არ არიან ბავშვებია. ბასეინს ხანია და რა მაგარია. აია. აია. დალე. დახარგი. Привет,
გოგოება ნატა არ ვინხარ ხარ ჩაწერილი მყავხარ ავარ მაგრამ რაღაც უნდა მომიხერხო აი ბავშვთა დაქსო ჩხილების გასაკეთებელი მაგცალია სახა მოვაწეს ეს ახალია რა ლამაზია არა ძველია აიმე მოდი რა ვიკანახე რა სილამაზეა გაჩვენე აი ძალიან მომწონს ბებია ჩემის ნაქონია ვიღაც რუსი ქალის განუყიდია რომანოვების სასახლიდან ავასე მითხრა ვა ეთყობა ძველებური როთლე ეხლა ესეც სილამაზეს ვერ გააკეთებენ რა ლამაზია ძალიან ლამაზია გოგო მარტო ლამაზია შეხედე რა ნაკეთობა ხო ლამაზია მეთქი რა აჩვენეთ ხო კაი ნუ არა ძალიან ლამაზია რა ნახე როგორ წინავს ხო კაი მომხედე ახლა დროზე ეხლა აუ ძალიან მალე უნდა გავაკეთოთ ყველაფერი რა გეხვეწები რატომ მიდიხარ სადმე ხო სტრა ჩამაქ ერთი ტიპი გავიცანი მაგარი მოვლილი მართლა იცი რა 49 იქნება მაგრამ ისეთი მოვლილია რომ 30 წელზე მეც ვერ მიცი ეს თვის მიღავი ამ ქალმა სად დადო ვინ ქალმა ვინდა დოდომ რომ დაალაგებს იმ თაროს ხო შეიძლება რომ ეს ნივთები მე დააბრუნოს არა უკან მისიღები მე ავიღე მეორე თაროზე იყო და უკან დავიდე რა გინდა შო რისთვის მოხვედი მეზობლების გასაგებად გინდა ველაპარაკოთ რა შენ მომიშვი რა რა გინდა კახა რისთვის მოხვედი მოვედი ლიკა ხო და რისთვის კახა იმის მერე რაც მითხარი აქ მოსვლას როგორ ბედავ საერთოდ შენ რა გონია როცა გინდა მოხვალ როცა გინდა მეჩხუბები და საერთოდ ჩვენს უბედურებაში დამადანაშაულებ ძალიან ცდები ლიკა ძალიან გთხოვ რა რას მითხო კახა ხედავ რა დღეში ვარ რა ვილაპარაკოთ რაზე უნდა ვილაპარაკოთ ისევ რომ გამლანძღვა რა არ მოსულა მაგისთვის რა ეს დედა მოტყნული იქნება რა უნდა გითხრა არ უნდა მომისმინო რა მიხარ წადი და მერე ვილაპარაკოთ მე რა მქონია კახა მე ყველაფერი ჩვენი ბედნიერებისთვის გავაკეთე შენ კიდე დაუნახავი ხარ ახლა მოხვედი ხო როცა არავინ შეგრჩა ცოლშვილი აღარ გიკარებს და ჩემთან მოხვედი თქვი მითხარი თქვი მართალი ხარ ხო აღარავინ არ დამჭა საცოტა იგა მე ვიცი რომ შენ მართლა ჩვენი ბედნიერება გინდოდა მაგრამ მაშინ სულ სხვანაირად იყო ყველაფერი ახლა სულ სხვანაირად არის მაშინ ჩვენი ურთიერთობა იყო შეცდომა მაგრამ ჩემი კი არა შენიც ხო და ახლა სულ სხვანაირად არის ყველაფერი ძალიან დავეღალე კახა ძალიან ასაბერებ მე არაფერს ყველაფრის მეშინი ნებისმიერი ნაბიჯის მეშინი დამალევნე რამე რა თუ მაგ ნაბიჯისაც გეშინია
და მერე? ვიცი, მე რამდენად ვეუბნები უკვე, აღარ შემიძლია რა. აი რა. გადმოგიყვანოს ჩვენგან ყოფილებაში რა. იცი როგორ გჭირდება კარგი ჟურნალისტი? აუ, ყოველ შეხვედრაზე მაღაზია ვჩხუბობთ. რა ტიპი იმინა ჯიფრში მიდგას რა. აღარ შემიძლია ეს იდიოტობაზე წერა რა. იმან ის მოიყვანა ცოლად, ამან ახალი მანქანა იყიდა, ხო გესმის თეო, ნუ ყელშია უკვე რა. მეც გავგიჟდებოდი მაღაზია რო ვწევდი. მაღაზია აღარ ქვია ამას. და რას გეუბნება, არ გადაგიყვანა? მოძებნე რამე თემაო და დაწერეო. და დაწერე, მერე და სახელზე ააფარე რა. ერთი ისეთი მაგარი თემა მაქვს, აი ისეთი მაგარი. ხო, გადმოყვანა კი არა, ის პირველ გვერდებზე დაბეჭდავს, ის სუსტად ვიცი. არა, მაგარია და რა თემაა თუ საიდუმლოა რა. ჩენ გეტყვი მარტო რა. ის თემა რო იყო გახსოვს სწავლებზე ამბავი ატეხილი? ხო. ხოდა კიდე რამოდენიმე ყოფილა დამატებული. აი არ გამაგიჟო. და იქ წამლების ბუმი როგორ გადაფარეს და ისევ თუ გრძელდებოდა. და ისევ იმ წამლებზეა საუბარი. ხოდა კიდე რამოდენიმე ყოფილა დამატებული. ხოდა მალევე მინდა ინტერვიუს ჩაწერა მინისტრთან და რამე კონტაქტი ხო არ იცი რომ ძალიან მალე მოვახერხო. მე კი ვიცი, მაგრამ უკეთეს გეტყვი. მოადგილეს მიადექი პირდაპირ და ეგრევე მიგიღებს. შენ რო დარეკო ეხა მინისტრთან მინდა მე ინტერვიუ და გიწყებენ რა ინტერვიუ, ვინ ხარ, რა ხარ და მომზადებული დაგხვდება და ეგრევე მიდი მოადგილესთან და მომზადებელზე დაუსვე კითხვები. მართალი ხარ თო? კაი გოგო ხარ. ერთი სული მაქვს იმ იდიოტი კაცის სახე დავინახო, აი ამ სტატიას რო ავაფარებ სახეზე რა. იდიოტი. მოკლედ ბიჭებო, ეს იქნება თქვენი კაბინეტი. ჯერჯერობით ასეა მოწყობილი. ავეჯი შეუკვეთეთ და მოიტანენ. სოლიდურია. და ჩვენ ვიქნებით მარტო? ხო. დანარჩენ დეპარტამენტში თითო ოთახია და ესე უფრო მარტივია კომუნიკაცია. ვა, რა მაგარია, ესეთები ჩვენს ყავს? კი, ესეთებიც და სხვანაირებიც. ხო, თავიდან ვახო იქნება თქვენთან, სანამ რაღაცეებში გაერკვევით. და ვახო ვინ არის? ჩემი დამხმარეა. თითქმის ყველაფერი ვიცის და ჯობია მას მიმართოთ ხოლმე. მოკლედ, ასეთი საქმეა. ერთი შეხედვით თითქოს მარტივია, ჩალეჩი არ უნდა, მაგრამ სადაც ამხელა ფულია, იქ საქმე ასე მარტივად არ იქნება. მოკლედ ვახოსთან ითანამშრომლებთ და მერე თქვენი იმედი მაქვს. წავედით, დანარჩენ დეპარტამენტებსაც გაგაცნობ. კარგად. ნახვამდის. არის რამაზაც კაი ტიპი ჩანს. ბიჭო, ხო იმას ატუარევას ეგო ვიდავი. მამი ნაცვალია და მარკონში. და რა უნიშნოთ? რა უნიშნო? თითო ჯიპით რა. გამარჯობა ბიჭებო. გამარჯობა. კეთისთან ხართ? დიახ. და არ არის თავის კაბინეტში. არა, მე კი ვიყავი ჩაწერილი, მაგრამ ცოტათი ადრე მოვედი და ოპა. კარგი, თქვენ დაელოდეთ, მე მოვძებნე. დიდი მადლობა. ლია. გილოცავ ჩემი საყვარელო კიდევ ერთხელ, მინდა რომ ბედნიერი, ჯამრთელი და სულ ესეთი ლამაზი იყო. ძალიან მიყვარხარ, ხო იცი? შემოლიეკო, გილოცავ და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ. კონცნი მიყვარხარ. გოგოებო, დიდი მადლობა მოლოცვისათვის. მეც ძალიან მიყვარხართ და იგივეს გისურვებთ თქვენს. და მინდა რომ სულ ესე ერთად ვიყოთ რა. გაგვიმარჯოს. ბაი, შეჭამე რა თქო. გამორიცხული, ეხა დიეტას ვერ დავარღვევ. ამის დიეტებმა მომკლარა. აუ გოგოებო, ძალიან გემრიელია, მე კიდევ უნდა მოვიჭრე.
მომიჭრა. მე ღმერთო რა უსამართლობა რა. მეორე ნაჭერს ჭამთ და მაინც არ სუკვდება. ნუ შემჭამე შენ კიდე რა მოიჭერი ერთი და ჭამე. ეს ერთი ნაჭერი რო გავსინჯო და მომივა. ისე ნერვიულობ რომ ერთი ნაჭერი აღარ გაგასუქებს ნამდვილად. და მომიჭერი მაშინ. კეთი, აქ ხარ? კი. გამარჯობა დიტო. ჩვენ ლიას დაბადების დღეს აღნიშნავთ. ტორც არ მეიქნა. არა, მადლობა. გილოცავთ ხალხოდანოლია. მადლობა. კეთი, პაციენტი გეუბნება. პაციენტი. ხარ საათში მყავს ჩაწერილი? არ ვიცი რომელზე ყავს ჩაწერილი, მაგრამ ის და გეუბნება. მე მგონი პაციენტზე მნიშვნელოვანი არაფერია, ხო? თქვენ არ გეწინოთ ხალხოდანოლია. არა, გულდებადება. კარგი, უნდა გავიდე. კიდევ ერთხელ გილოცავთ. მადლობა. გამოწევ და მე დაგაჭე. აი, იარი. აი, და დაგაჭე. ანტა ბაუერი, სადაც ის. დელას ფამილოგი. აი, ისე აი. დაბეჭდა ჩემოდაში. ისინი არ მოდიან? არ ვიცი, სალიმ არ მცალია, ოიკამ არ ვიციო და რატი მეცალინეო. გაუცოთ მოხოდის არა ყველაფერი. ხო, თორე ვერაფერს ვერ ვასწრებდი. ო რა, ამათ საქმეა ეხლა. თან წვანე ფონზე უცებ მოყომარდებით რა. ოშე ხო გახსოვს ტექსტი. კი, ნუ ნერვიულობ თქო. მაშოს. მაგრამ მე ვიცი და მაშოს არ იცოდი. ავიცი, ყველაფერზე ვფიქრობ ერთად. ხო, მიდი ლაშში. აი, ნუ ნერვიულობ. მიდი რა ერთი და დამიდე. კაც გავასწორებ რა. მიდი მაქვს და ეგ. რა, ხო, ცოტა ხანი და მე გაგიშვებ რა. აი გაცი ხაში. კეითერინგი ხა? მალე დავიწყებ. რა ვიცი, ჩემ კარგი, 1 საათის წინ უნდა დამეწყო, მაგრამ ამ ხელში რა ვქნა? μα შეეგო ეს ეხება აქ სულ. ეს საწაული ხო? დამადი აქ თავს. დადე რა იქით, რას მეკითხები რა? ჰა? დედაურა დღეში ხო? ანუ სულ ეს ეხება ხო? სულ ეს ეხება ხო? კი. რამე დახმარება ხო არ გჭირდებათ? არა, შენი არაფერი. დაჯექი შენ ჩაიდალი, ყავა, წყალი და მე დაგიძახებ ამასობი. შენ შეერთე, რა მოდა დავიწყოთ, რა შევი ამდე. რა მიწიე. აუჯო, მოგო. რა ვიცი? მეც კარგად. მადლობა რა რომ მოხვედი. არა, მადლობა პირიქით. რო დამირეკე ძალიან გამიხარდა. ხო, რა უცებ უნდა მოყამარებულიყავით და ეგრევე შენ გამახსენე. არ ნერვიულობ, ყველაფერს უცებ გადავიღებთ. თაკო ნერვიულობს მაგრამ. ვარ ჩიჭორო, ვასმაშო? საათე ვარ. მომეცი ეს ტექსტი. დავიწყეთ ახლა, რა კლაპი სად არის? კლაპი სად არის? კლაპი! ისე სად არის? სად მოხვედი დადექი აქ რა. დავიწყეთ. ხმა. ერთი წუთი. გელოდები. შენ გადი, შენ არ ვჭირდები ახლა, გადი შენ. აუ, შეგეყოფა კაია, ვიკა, მაგრამ მოწონს. ძალიან გიხდება. შესაჭრელად, როდის შემოივლი? შესაჭრელია ხო ბოლოები? ყოველ ამ დღეებში ხა ძალიან მეჭრა. დაიხავე მიდი, ხარ მაღაზიაში გავხდე მოვა. რა მესიჯი მივიღე უკვე და აღარ წერებს და დავედი პაკა გოგოება დიდი მადლობა. დაგირეკა საბა. საყვარელი. რუსდან შენთან სალაპარაკო მაქვს. ხო. ხოშდება. კი. უბრალოდ ცალკე მინდა დაგელაპარაკო. გვეწა? რა ხდება, აბა მითხარ? იცი რა, რაღაცის თქმა მინდა და ძალიან მხელა. ვიკა მომისმინე. რაც არ უნდა მოხდეს, შეგიძლია მენდო. ხო. ელენეზე მინდა გითხრა რაღაც. ელენეზე? ხო გახსოვს სალონში გენერატორი რომ მქონდა მოტანილი. ხო. ხო იმ ზაზას რომ მოატანინა, გვერდზე საწყობი რო აქვს. გონი ეგ ბიჭი გადაიკიდა ელენეს. გადაიკიდა რას ნიშნავს? აკითხავს რაღაცებს, ჩუქნის, ურეკავს. მე რა მოხდა ბავშვი ხო არ არის?
არა ხა მე კი არ ვამბობ რომ ელენე პატარა ბავშვია და უტვინოა. არა უბრალოდ რა არის ახალი ჩამოსულია სოფლიდან და ძალიან მიამიტია და გულუბრყვილო და რაღაცნაირად მიყვარს. არ ვიცი, მეც არაფერი არ ვიცი ამ ბიჭის შესახებ. გონი ელენე მას არაფერი იცის მაგ ბიჭზე. რაღაცნაირად საჭიროდ ჩავთვალე რომ გცოდნო და ძალიან ღელა. კაი. დიდი მადლობა ვიკა. ყურადღებით ვიქნები. აი ამას ვამბობ რა ბიჭებო. ჩვენი მიწა, ჩვენი წყალი არ დაგვევიწყებინოს. არ წავიდეთ რა არსად. ეხლა ჩემთვის ამერიკაც, ევროპაც სულ ერთია რა. Ясно, აბარა სვეტში ბაზარია. ხომ მივხვდით მაგა რა? აბარა, ბაზარი. სვეტში ბაზაროთ, მაო. აი ამ პატარა ჭიქი ჩვენს პატარა საქართველოს გაუმარჯოს. გაუმარჯოს. ეგრევე მივაყოლეთ, დავაი. კიდე მე კაცო. ხო, яснია, თან მაგარ სათაგზელოებს ამბობდა. ეგრევე ტატოსთან ალოვერდი. ოპა! ჩემი ძმა! ეს არის გიორგი, ჩვენი სული და გული რა. აბა ხო ჩვენი ახალი დირექტორი რა. ეს კიდე თემოა. ძალიან მაგარი კაცი. გაუმარჯოს. გილოსა. გაუმარჯოს მალე. დაჯე რა, დაჯე დალი. რა? არაფერი, სვავ. სვავთ პირველი დღე ხო? რაკრას მე აღნიშნავ ჩეჩემ. ბიჭო, შენ მოფასმისო, აი ერთის დავლიოთ და მე თვითონ დავალაგებ ყველაფერს. ხო, ერთი უნდა შემოგთავაზოთ რა კიდე. მოდი, ყველა წმინდას გაუმარჯოს ბიჭებო. მესამე სვავს ბოზიშვილი ვიხო. ჩვენ ვერ გაგვისწრებს დრო. შევა გადაღებულია, ძალიან დიდი მადლობა ჯიგრები ხარ, ძალიან კაი, მანახე რა. ყვება რო ძალიან მაგარი იყო. ძალიან მაგარი. მოგითხარით ყველანერული. რაღაც პატარა ტექსტი ამერია, მან იჩო დამონტაჟდება. მომონტაჟი. კაი, ხა მაგაზი არ ნერვულობთ ხო? და რო ვერ დაამონტაჟონ წესი. აი, ხა რა უნდა დაამონტაჟონ? პროფები არიან, იციან თავის საქმე. დავადგები თავზე. ბიჟი ხარ. დაურეკე იმათი ლაპარაკე. არა, დაურეკე ტელეფონი მქონდა საერთოდ გამართული. მოიცა დაურეკო მე. რა მაგარი გამოდის ხო? ძალიან. მე ძალიან მომეწონა. აი, просто ძალიან ორიგინალური გამოდის მართლა. შენი მოფიქრებულია? არა, სცენარი მქონდა და ეს რაღაც ოჯახის თემა რო იყო, ეგ დავამატე მე. ხომ რომ თავარი არის რომ ანუ შენ გამოგდის ეგეთი რაღაცები კარგად. აი, მე მომეწონა ძალიან რაღაც და მინდა რომ ვაკეთო. ძალიან დიდი მადლობა ბავშვებო რა, აი მართლა ძალიან. აი, თქო რა მადლობა. სადმე არ დავიდეთ, არა ვიცი. უეჭველიკო. აუ, არ მე არ ვიცი. აი, აბა მონტაჟი უნდა დადგე თავზე. კაი, თქო, ნუ ნერვიულობ, ისინი მიხედავენ თავის საქმეს კარგად. აშო, ერთით მოდი რა. აუ. დაურეკე აბა. ხო. მე ვარ შეჭი. აშვები. კი, მორჩით გადაღება. ბიჭო, დალევა გვინდა რა. ხო. კაი. კაი. რა. ავი მოიფიქრეთო რამეო, წაგადითო და მე სალის გაუვლიო და დაგადგებითო რა. კაი. აბა რო შევით. მოიფიქრეთ რამე? კი, გავიდეთ რა. ხო. დავით. კარგად აბა. კარგად. მადლობა. დაუგეგმა ხარისთვის. ხენი რაც გინდა რა. კარგი. სადმიეთია? მოდი. ვაგდებინე ხალხა ჩემი თავი მასკრატა რა. წამოაჩვენე როგორ უნდა თავზე ლაფის გასვლა. დაეგდე მაგა. დაეგდე მაგა. მოდი დაეგდე მაგა. დაეგდე მაგანაში დაჭი. ჩოჯი მაგანაში. ჩოჯი მაგანაში. მე განახებ შე როგორ უნდა თავზე ლაფის გასვლა. სიცხვილია. გაჩედი მაგა ხმარა მოიყო. ვა
რატი? ავახან. შენ როგორ ხარ? საკაიფოდ. ბიჭები როგორ არიან? კარგად არიან ბიჭო. დაგზუსული მეჩვენები რა გჭირს? ბიბლიოთეკი ნამოდივარ და მაგრად დავიღალე. ბიჭო, ეხლა ავდიოდი სახლისკენ რა. მაგარი რაღაც გავაძრე, გაგვისწორდება. Здорово. რა გაგვისწორდება რა? ავიდეთ თვითონ აპას დავარტყათ რა. არა, იყოს რა დავიღალე, მაგრად დავისვენე. მეტი დასვენება რა კიდე, აი რა, მოდი. წავიდეთ, მაგრა გაგვისწორდება. თვითონ აპასი რა. აი წამოვალ, ოღონდ ბევრი დრო არ მაქვს. აუ, მაგარი კაცი, მაგრა მევასები რა. აი, ისეთი კაი გამოვიდა საბოლოოდ, არა, ამდენი რაღაცის მერე ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან მიხარია. ყველაფერი კაი იყო, გრაფიკაც ძალიან კაი იყო და რაღაც პირველი იყო ჩემთვის და მიხარია ძალიან. თანაც ყველაფერს გაარჩევ. ხო, ხო. ძალიან კაი იყო. ო, კიდე გადავიღოთ რა რამე. ეხლა ამას ჩააბარებს თაკო და მე ახალზეც იფიქრებს რა. მე ისე ვინერვია, რომ აი არაფერს გადაღება აღარ და ძალიან მოხდა. ხო, მართლა იფიქრე, რომ კარგად გამოვიდეს. თუ რაღაცა მე ჩამოშე. მე მგონი კოქტეილთან ერთად ვაკოც დავკარგე. გავავნახავ და მოვა. აურავე, მე მაინც არ მოვასება. სნორი. სამსახიობი შემოგეღო. მე რა. გაჭორე, ეგრევე მარაცა. ვაკოცი მოვიდა კოქტეილიც. აუ, ჩემი თამაშის აპდეიტი მოვიდა. ხო? ძალიან საყვარლებია შენები. გავუგებ. არ გინდა გასინჯა. აი ესე იწყება ყველაფერი. დაი. მეწყონწა. შენ აღსო? აუ, ამას დავრი. როგორ გითხები მიპასუხე, თავრო გადაღლაბე ენაი? გადახსირებულო შენ. მოგჭირა თავი და კიდე რო არისვენებს, ა? ისევ იმ ნაბიჯვართან მიეთრეოდი, არა? ოდა მე მოგჭრით ორივეს თავსა თქვენ. კარგი, შენ ახლა გეყობა დაწყნარდი. გადამაწყნარეს ეს ოჯახის შემარცხვენელი ესა. გაპარვასაც რო ბედავ სახლიდან. დამანებეთ რათა. შენი ხმა არ გავიგო. კარგი, შალა, კარგი სირცხვილია. ნუ გამხადე მოგელა დასაცინი. კარგი, გეყობა. ებო, ნუ ტირი ხარ, გინაცრე დაუჭერე მამას. გაჩუდი შენ ახალო. შენი გამაიმუნებულია ეგა, შენი. დააფარე იქიდე ხელი. საწავიდე, სად გადავსახლდე მაგის დედავატირე, გორჩი მე აღარ დამედგომება. დაწვატირეი. თბილისში გაუშვა სასწავლებლო. თბილისი კი არა, ფეგ გადმული არ დავინახო სახელიდანა. მე სისხლები. რაი გოგო? რაი გოგო? კარგი, ბავშვი ხელი არ ახლა იცოდე. შენ მოგივლინე შენა. ჩემი ნებართვის გარეშე ფეგ გადმული არ დაგინახო სახელიდანა. მე ვიცი ამას რაც უშვებ. მე ვიცი ამას რაც უშვებ. აი ეს არ უნდა მეყიდა მე შენთვის თავის დროზე. რატო ხელი არ მავტყდა ეს რო გიყიდე? დღეს ამას იგი თვალით ვერ დაინახე შენ ამასა. ჭირდება. გასუხები რო გალაპარაკები. კარგი, შალა, კარგი, გობა, დაიწყე. ადამიანო, კარგი, ხო, ადამიანო, კარგი. შენ კიდე რა გავხარ, მოიწმინდე ეგცრემი. კარგი, უღარ ტირი ხარ. გადაულის გაჯავრება. აი, რა აგდებინე მას ხო. დამანებე რა თავი. ასაგებია ყველაფერი. ყველგან მიკავშირდნენ და კეთი. ნიკა. ესე მალე? ხო, ბევრი საქმე არ მქონდა. მოიცა ესე ადრე გამოგიშვა, თვითონ აღარ მჯერა უკვე. ნუ, აღარ ვარ თითოს მოადგილე და თან პაციენტების გასინჯვასაც მოვჭი. მოიცა აღარ ხარ რატო? ბევრი მიზეზი მქონდა, მაგრამ თავარი ის არის, რომ ვერ ვახერხებდი პაციენტების მიღებას. გასაგებია. კარგი. კეთი. სახში მივდივარ და გაგიყვან ბარემ თუ გინდა. კარგი.
გია. ნაშვამი ხარ? არა, ერთში გადავლე. აქშია? ჭამე სამსახურში. სალათი მაქვს გაკეთებული. არ მინდა, მოდი ჩვენ. აბა როგორ ჩაიარა პირველმა დღემ? ნორმალურად. რამაზან დაგვათვალიერებინა ოფისი. ვიღაცები გავიცანით. ნორმალურად რა. მოეწონათ ახალი უფროსი? აუ გაღადო. დატომ და ზუკამ დაითრეს ვიღაც დაცვის თანამშრომელი და გახეთქეს მით. ეს კიდე მაგარი ბედნიერი სახით უეჭველი ფიქრობდა ჯიგარი უფროსები მყავს. ესე ძალიან კარგი ქენი მაგ სამსახურს რო დათანხმდი. მაგრამ მამა ჩემს ჩამოსვლის მერე რამასთან ურთიერთობა მაინც ვერ ავაწყენა. აუ კარგი რა, მამა ჩემი ნახე ბოლოს 5 წლის რო ვიყავი. დედაჩემთან ურთიერთობა არ მაქვს. და არაფერზე აღარ უნდა ვიფიქრო, ხო? დიახ, მისმინე. გისმენ. ეგ არის სულ სხვა სიტუაცია. მე ახლა ვარ რამაზიზე დამოკიდებული, რაც მე არ მომწონს რა. ხო, მაგრამ ხო იცი რა დროებითია და გაივლის ეს ყველაფერი. აუ იცი, ძალიან მომბეზრდა ესე ყოფნა რა, მეც რამე უნდა ვნახო. მეც უნდა მოვხოდო საქმე და მე კარგად ვიქნებით. ეს სივები უნდა დავგზავნო ყველგან. რა სივები? სივები, რა სიტყვი? შეიძლება. ხო. მოდი არ გინდა სადმე გავიდეთ? ახლა? ხო? გავიდეთ. ხო, პრინციპში მეც მასე მოვიქცეოდ. ხო, შეუძლებელი იყო იმ რეჟიმში კლინიცისტი ექიმი ყოფილიყო. მესმის. კარგი. დიდი მადლობა. პირიქით შენ მადლობა სასიამოვნო კამპანიისთვის. კარგად აბა. კარგად. ეს რა არის? ანასე შემოსვლა ვინ გასწავლა? წაიკიდე. ხოჩა. ხოჩა. ნამდვილად არ ველოდე. თან მინისტრის მოადგილეც რომ ჩაგიწერია? ხო, რა თქმა უნდა, გია, რა თქმა უნდა. სელებრიტებიდან სერიოზულ თემამდე ძალიან შორს არ ყოფილა. არა, რა თქმა უნდა, არა. ხო და ველოდები პირველ გვერდზე. ხო, ოღონდ პროსტა ერთი პატარა პრობლემაა. აი ეს თემა უკვე გვაქვს. თანაც მინისტრის კომენტარით. დაგასწრეს. ვინ დამასწრო? თეო. და შენ მეუბნები რომ ეს სტატია ჩემსაც ჯობს? კი, გვანცა. უკეთესადაც არის აწყობილი, მასალაც უკეთესად მოდის. მომენტებში ანამახვილური მიგნებებიც აქვს. გია, ჩემი სტატია საერთოდ წაიკითხე? ვერ ხედავ რომ გადათეთრებული აქვს ყველაფერი? არ ვიცი გვანცა, მაგრამ ასე თუ ისეა, თეოს სტატია დაიბეჭდება. გია, არ გამაგიჟო ახლა. თეოს მე ვუთხარი ამ სტატიის შესახებ, მე ვწერ თქო. და მაგან კიდე რა გააკეთა? აი მე ეგ დეტალები არ მეხება. მე მეხება კარგი სტატიის დაბეჭდვა. აი თქვენი პირადი ურთიერთობები თქვენ გაარკვიეთ, ხო? დიდი მადლობა რა. რა გინდა აქ? ეს ვერ ამინდა.
მე დღე გავდა პასუხი. რატომ და გიპასუხო? სულ მოდრე მე და შენ დაველაპარაკოთ დიდი ადამიანებით. ესე მარტივი გონია? ვიცი რომ რთულია, მაგრამ იქნებ ცადოთ. კარგი. აკვირდეთ ესე? შემოდრე. მე და შენ ხო სულ მეგობრები ვიყავით. არა, კახა. იმ ლაპარაკს თუ მეგობრობას ეძახდი, არა. მოკლედ. ალბათ მე და ნათია საბოლოოდ დავშორდებით. ალბათ არა. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ დაშორდებით. თუმცა რამე უკვე თქვა დედაშენმა? არა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არ შეგირიგდება. მეც ასე მგონი. მამა, შეიძლება რაღაც გკითხო? კი. აღონდა ეხლა მაინც არ მომატყუო. არ მოგატყუებ, კითხე. დიდი ხანია შენ და ლიკა ერთად ხართ. კი. მაინც? რა საჭირო ხარ ეს დეტალები? მაინტერესებს. არ მინდა ამაზე ლაპარაკი. ბაჩო მიცის? ძალიან ხო, არ მინდა ამაზე ლაპარაკი. რას გეკითხები ახლა ისეც? იცის თუ არა ბაჩომ? არა მგონია. საიდან მეცოდეს? კარგი. რა თქმას ხوارები? არა, კახა, პრობლემები ისედაც ძალიან ბევრი გვაქვს და ბაჩოს ჩარევას არ ვაპირებ. მართალია. სალემ. უბრალოდ მინდა იცოდე, რომ რაც უნდა მოხდეს, ხო იცი რომ მე და შენ ხო, სამწუხაროდ გენეტიკას ვერ შევცვლი, შენი შვილი ვიქნები ყოველთვის. თუ კი რამე გაგიჭირდება, პირველ რიგში მე უნდა გავახსენდე. ეგე? კარგი. მოდა და შენ რო ჩამო ამერე დაველაპარაკები. არ მინდა იმასთან ასეთ ურთიერთობა მქონდეს, ნუ მაგას რამდენად მოახერხებ არ ვიცი. ვიზამ რამეს. შენ მაგაზე არ იღელო. კარგი? კარგი. როდი ჩამო? არ ვიცი, არ ვთქვამს. და შენ ესე სულ მარტო ხარ? არა, თაკორჩება ხოლმე. და ეხლა ხო არ გჭირდება რამე? არა, არაფერი. მაშინ მე ჩემ დარჩენილ ნივთებს წავიღებ და წავა. კაი. ელენე, მოდი. ძალიან მაგარი ჩაები ყიდე მწვარი. მიდი დაისხი, მოდი ვიჭორავთ. კარგი. ეს არის ხო? ხო. სალონში რა ხდება? რა ვიცი, არაფერი. შვიდობაა. მოგწონს, ხო? ხო არ იღლები ძა? არა, რა ვიღლები პირიქით. ძალიან შემეყვარდა იქაურობა. და უკვე ჩემი კლიენტებიც ო, ყავს. ვიცი, ვხედავ და ძალიან მომწონს. კაი გოგო ხარ. მადლობა. შენ რო არ ყოფილიყავი? როგორც გატყობ, გარემოსთანაც არ გაგიჭირდა შეგუება. ხო. ახალი ნაცნობები, ამდენი კლიენტები. სხვა რამე ახალი ხო არ არის ესეთი? არა. კლიენტებსაც ადვილად შევეგუე. ზოგი კი არის ცოტა უცნაური, მაგრამ არა უშავს. რაღაც უნდა მე, ხო, ხელფასი უნდა დაგინიშნო. რა?
რუსიკო, ესე მალე? გეკუთვნის უკვე. აუ, როგორ გამეხარდა? იმ დღეს პეკინზე ვნახე რაღაც ლურჯი კაპა და ვერ ვიყიდე და ეხლა ვიყიდი. მადლობა. არა, მადლობა. მე რომ ნელ-ნელა გაგიზრდი კიდე. მადლობა. ხო, ნატა? არა, სახლში ვარ უკვე, ხო მშვიდობა არ ახმაგაკ. ჩანთაში ნახე კარგად? მოიცა. ნატას ბეჭედი დაეკარგა და სალონში ხوار გინახავთ. არა. ნატა ხვალ სალონში მოვაძებნინებ, თუ იქა არსად არ დაიკარგება და შენ მაინც კარგად მოძებნე რა. კაი. მიდი ხო და არ ინერვიულო, საწავა. ის ლამაზი ბეჭედი დაკარგა? რაკელით გოგოება? ვერა. გადავატრიალეთ ყველაფერი და ვერსად ვერ ვიპოვეთ. აი მე როგორ გაწრიალეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ აქ დამრჩა. მათხოვე რა. შეხედე ვიზა ჩამეტეს გოგო. ნატა ხო გახსოვს ჩემი მეგობარი? კი როგორ არა. ხლაი ნატას ბეჭედი დაიკარგა და სავარაუდოდ ვიღაცა მაიღო. ოღონ არ ვიცი ვინ. ეხლა მჭირდება სანდო ადამიანი, რომელიც ამას გამოიძიებს. მაინე კარგი ამჟერა. რომ მომატყვე, რო გადამაგდე და აიდეა რომ ამახია ეგ უხერხული არ იყო, ხო? მომისმინე საყვარელო. ეს არის ჟურნალისტიკა. რა შუაშია, გოგო, ჟურნალისტიკა. აბა რა არის შუაში? ვერ ხვდები თეო, ხო? გამარჯობა. გამარჯობა. შემოვალ შენთან საქმე მაქვს. მოვიდან.